აბა, როგორ ახართ? ახალი მოტოა ოჯახში. მაგრამ ამ ბლოკში არ იქნება. შემდეგ ბლოკში იქნება ამის განხილვა და ვინ არის და რა არის რა. ეხლა კიდე მოტოც წავიდეთ.
ახლა გამოფენაა და ესენ მოტოშლიან და აკეთებენ. ზეთი გამოცვალეთ ახლა კიდე. საცობია ამის დედავატირე ცილინდრი გამიწიშა ძალის ცილინდრით მოვედი ხო ნუ კაი ჯორჯის არის ჯორჯის არის და გაგაც ეჯიფსონ ხუნდაზე შვილია მოატრიალე ოღონდ მოატრიალე გადამასწარე უყავყავოდი და რანაირად ბიჭო ეს არის პირველი საქართველოს ნახდათ პირველი არის მე მგონია ესე რომ მე დავგუგლე და ვერ ვნახე ვერსად მსგავსი გამოფენები ეს არის ბაიკერი მხატვრების გამოფენა სადაც ყველა მხატვარი ბაიკერია მონაწილე მხატვრები და ყველა ბაიკერი მხატვარია ხო და ეს არის ესე იგი ჯგუფური გამოფენა 8 მხატვარი afishas mere ალბათ დადებ შენს იმაზე და ყველას გელოდებით 6-დან 20 ივნისამდე გაგრძელდება. არის ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი, ბევრი ბაიკერი და საერთოდ ძალიან კარგი განწყობა. ნერვიულობს. ხალხსელოდ შენ? მე რა ნერვიულობს. ისარა ირა, მე რამდენი გამოფენაა შენი? შენი? მე მქონდა 3 პერსონალური თბილისში. და 2 ჯგუფური თბილისში. და ეს ამბავი როგორ წამოვიდა ეს იდეები, აბა? ბაიკერული ეს ჩვენი რამაზის იდეა არის. რამაზი მოიგონა რომ მოდიო გავაკეთოთო ბაიკერებისო და ჯერ ვიყავით მე და რამაზი, მერე მოდი მამუკა, მერე მოდაემატა მერაბი და ისა 4 ვიყავით кайხანი და მერე მოდი კიდე ვინმეო და მამუკამ რომ მოკიდა ხელი. ავედით 8-მდე. შენება. მამუკამ გააკეთა ყველაფრის ორგანიზაცია და შვენივრად კიდევაც. რადობა? არაფერს. მოკლედ ეს გამოფენა მოეწყო ხატვარ ბაიკერების მხოლოდ ბაიკერულ თემაზე და ჩვენთვის მხატვრებისთვის რა ეს არის თითქმის აი ისეთივე გატაცება და ისეთივე დიდი სიამოვნება როგორც ხატვა. ასე რომ ჩვენ რაღაც ამას დაუთმეთ ჩვენი რაღაც შრომა, ჩვენი ინტერესები და მოვაწყვეთ ეს გამოფენა. მოკლედ რამდენიმე მხატვრები, ვისაც მე ვიცნობ, ისე ვარ ამ საქმით გატაცებული, რომ
ხატვა და ბაიკი. ეს არის ჩვენი, რა ვიცი, ცხოვრების ძალიან შერწყმული ესეთი დიდი სიამოვნება და მოხარული ვარ, რომ თან ეს ახალი რაღაცაა, მე არ მინახია, სხვაგან არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ხატვარ ბაიკერების გაოფენა არ ყოფილა. ეს პირველია ინოვაციაა და მე ალბათ გაგრძელდება რა და აი ძალიან მოხარული ვარ ჩემ მეგობრებთან ერთად. ეხლა მთელი თითქმის თბილისის ბაიკერები შემოგვიერთებიან, სტუმრად მოვლენ და ესეთი საზეიმო და სადღესასწაულო დღე გვაქვს. მადლობა და წარმატებები. აი ხარი. Საღაც შარშან ამ პერიოდში გამოფენა ჰქონდა Silk Factory სტუდიაში, ამ გალერეაში და მოგვივიდა რამაზ რაზმაძეს, მე ირაკლი ჩხეიძეს ერთობლივად, ესე იგი, ესეთი იდეა, რომ ბაიკერი მხატვრების გამოფენა. ანუ მე თვითონ ახალი ვარ რა ამ ბაიკერობაში რა, 2 წელი ნახევარია. ისინი უფრო დიდი ხნის ისინი არიან, სტაჟი დიდი აქვს თემად. ხო და გავაკეთოთ მეთქი, ლიკას დაველაპარაკეთ ხაინდრავას, გალერეის დირექტორს და ლიკამ დიდი სიამოვნებითო და ესე დავგეგმეთ რაღაცა ერთი 7 თვე, 8 თვე, თითქმის 1 წელი ვიმუშავეთ სულ ყველა მხატვარმა ბაიკერმა და აი გამოვფინეთ ეს ნამუშევრები. ხო და ნუ მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ მე რომ ეს შედგა ეს გამოფენა და ხალხის სიმრავლეზეც მეტყველებს რომ ინტერესი დიდია. იქ იმდენი ლამაზი ბაიკები აქვს მოყვანილი ეხლა და მოკლედ ძალიან სასიხარულო მოვლენაა რა და ულოცავ ყველა ბაიკერს, მხატვარ ბაიკერს და არა მხატვარ ბაიკერს და ყველას უსურვებ კარგ რაიდს და მშვიდობიან რაიდს. ვიდა გითხაროთ ამ სრულიად შემთხვევით მოვხდი ამ საზოგადოებაში ამ გრანდების გვერდზე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ხარი დამიჭირეს გვერდში დამიდგნენ და მათ გვერდით ვარ. და ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რომ ამ გამოფენის მონაწილეებს გვაერთიანებს სამი რაღაცა. ეს არის მეგობრობა, ეს არის ადრენალინი და ეს არის ხელოვნებისადმი სიყვარული. აი ეს მინდოდა მეთქვა. არის შემთხვევით ის არის მართლა სიურპრიზია და საინტერესო იმიტომ არის მეგეთი აი მოტოციკლეტის და აი ბაიკერების გამოფენა არ მინახია. აი ჩემთვის პირველია და ისეთი ყველა ნამუშევარი მხატვრული. არც ერთი არ არის ფორმალური, მოტოციკლის დახატვა. და ეგ არის ძალიან საინტერესო. ყველას აქვს თავისი სამყარო ჩადებული, ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური ხედვა, სიყვარული ამ ტრანსპორტის თუ რა დავიძახო, მეგობარი ალბათ უფრო. იმიტომ რომ მე მამუკას გამივიცით, ჩემი ახლობელია და ეხლა 2 წელია დაიწყო ბაიკერობა და რა სიამოვნებს ღირებულობს მიყვებოდა, ესე იგი რომ აი ბუნებასთან არის იმაში ერთობაში თუ რა არის. აი ეს იმდენად ეს მანქანა არ არის, ეს სულ სხვა რაღაცა ყოფილა. მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე უბრალოდ ბავშვობიდან მახსოვს, ჩემი ბაბუა მაკატარებდა, და მახსოვს და წარმოვიდგინე ახლა ასაკში, როცა ხარ გაზრებო თვითონ თუ ატარებ, ალბათ ძალიან დიდი სიამოვნებაა. კი ბატონო ეგრე. და ამის კიდე გამოხატვა მხატვრულად, არ ვიცი. და მთავარი რაც არის, თვითონ ძალიან მაღალი დონის გამოფენაა ეს. აი ყველა ნამუშევარი არის შესრულებული სხვადასხვა აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა, აბსოლუტურად მიდგომა და მომეწონა გააგითხრათ აბა. გილოცავ ყველას ბაიკერს ველოცავ, ეს მიიღო მონაწილეობა. დიდი მადლობა წარმატებები თქვენ. თქვენს წარმატებები.